დასავლეთიდან რაც ჩანს დღეს არის ის რომ ქვეყანა არის ძალიან მძიმე კრიზისში. ეს დღევანდელი ინაუგურაცია ქალბატონი პრეზიდენტის არ დათმობა თავისი პოზიციების უარის თქმა იმაზე რომ აღიაროს პარლამენტი აღიაროს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ამ კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულებაა. დასავლელი პარტნიორები ჩემი აზრით გააგრძელებენ მასთან ძალიან ახლო კომუნიკაციას, იმის და მიუხედავად ის არის ფორმალურად დღეს პრეზიდენტი თუ არა, ამოეწურა ვადა თუ არა, იმის და მიუხედავად. იმიტომ რომ ის მას აქვს და მან მოიპოვა ეს ამ განსაკუთრებით ბოლო დღეების და რეალურად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისი პოზიციიდან მოიპოვა, ასე ვთქვათ, მორალური ავტორიტეტი, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით და ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ აქვს ქვეყნის შიგნით, შესაბამისად ის აისახება ასევე მხარდაჭერაზე, რომელიც მას ექნება საზღვარგარეთიდან. ასე რომ კომუნიკაცია გაგრძელდება, ის იქნება ის პირი, ვისთანაც მათ ექნებათ და ასე ვთქვათ ურთიერთობა, მათ შორის იმ გზების ძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ამ კრიზისიდან გამოსავალს. რეალურად რაც უფრო მეტი დრო გადის, სივრცე გამოსავლის ვიწროვდება, ქართული ოცნება გარკვეულწილად თავს ჩიხშიც იქცევს და რეალურად არაფერი სხვა არ რჩება, გარდა იმისა, რომ მართლა საბოლოოდ დაინიშნოს ეს არჩევნები და გამოვიდეს ქვეყანა არა მხოლოდ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისიდან, რომელიც დღეს არის, მას ასევე გარდაუვალია ეკონომიკური კრიზისიც. ქალბატონო ნატალია, როცა ჩვენ საუბრობთ ევროკავშირის მხრიდან პოზიციის ჩამოყალიბებაზე, ევროკავშირის სტრუქტურებიც სპეციფიკურ ახლებურ ვითარებაში არიან მოულოდნელში მათთვის, ახლა ქვეყანას ჰქონდეს ახლად მინიჭებული წევრობის კანდიდატობა და იქ მოხდეს დემოკრატიის ამგვარი უკუსვლა და დადგეს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხები, ძალიან ახალი სიტუაცია, ევროკავშირის მსგავს სიტუაციაში არ ყოფილა. როცა ჩვენ საუბრობთ ლეგიტიმაციის საკითხებზე, წარმოგიდგენთ დაახლოებით ჩარჩო იმისა, როგორი შეიძლება იყოს ურთიერთობის ფორმები ევროკავშირის სტრუქტურებსა და საქართველოში იმ ძალას შორის, რომელსაც თქვათ ეფექტური კონტროლი აქვს, ხო, საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ასე შევხედავთ, ხო, დავცვლით ლეგიტიმაციისგან ამ რეჟიმს. და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ევროკავშირი, იმიტომ რომ დელეგიტიმაციის ფორმები არის სხვადასხვა გვარი, ხო? ვიცით, ბელარუსის მაგალითი, არსებობს რაღაც საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნები. აი საქართველოს თანამართებაში, როცა წევრობის კანდიდატზეა საუბარი, ხო? რა შეიძლება იყოს მაქსიმუმი დელეგიტიმაცია, რაც ბრიუსელმა შეიძლება ამ შემთხვევაში გამოავლინოს და გამოუშვას სიგნალები რეჟიმის მიმართ? აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ძალიან ესეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ევროკავშირი, იმიტომ რომ არაორდინალური სიტუაცია. საქმე ეხება კანდიდატ ქვეყანას, რომელთანაც ევროკავშირს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს და იმის რწმენა, რომ აქ არის ძალიან პროევროპული მოსახლეობა და აქამდე დღევანდელ დღემდე რეალურად არც ერთი მთავრობა ქვეყნის არ იყო ასეთი ანტიდასავლური და ანტიევროპული, როგორც არის დღეს ქართული ოცნება. შესაბამისად, ის საკმაოდ რთულად პოულობს პასუხებს ამ სიტუაციაზე, იმიტომ რომ არ არის, ასე ვთქვათ, გაწერილი რეცეპტები, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია იმოქმედოს. მე არ მახსენდება მაგალითად ისეთი შემთხვევა, როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, ვიზა ლიბერალიზაციის მქონე ქვეყანას დაუწესოს, თქვათ, დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები. ესეც გამონაკლისია და ადრე მსგავსი არ ყოფილა. ასევე რთული სიტუაცია იმ მხრივაც, რომ ძალიან დიდი ნაწილი, რაც ეხება საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების, მათ შორის სანქციების, მათ შორის ასე ვთქვათ, უფრო რთული, უფრო მწვავე რეაგირების, ამას სჭირდება კონსენსუსი. კონსენსუსს არღვევს უნგრეთი, როგორც ვიცით. ამიტომ ევროკავშირი
ევროკავშირს უხდება სხვა გამოსავალი იპოვოს, იყოს ეს კომისიის განცხადებები, იყოს ეს გადაწყვეტილებებიც, იყოს პარლამენტის, იყოს წევრი სახელმწიფოების, ასევე რაღაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე მიიღეს ესეთი გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ანუ არის რაღაცა გამოძიების გამოსავლების წებნაში. ყველაზე მკვეთრი რაც შეიძლება მოხდეს, რა თქმა უნდა, არის სრულად ურთიერთობის გაწყვეტა, რაზეც ევროკავშირი ჯერჯერობით არ წავა და ეს იქნება ალბათ საქართველოსთვის კატასტროფული. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ რეალურად დასავლეთთან ურთიერთობები დაიყვანა ნულამდე. აქ აღარ არის საუბარი არც სტრატეგიულ პარტნიორობაზე, არც არანაირ პარტნიორობაზე, მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ადრე ქონდა. ყველაფერი ის, რასაც ვაშენებდით 30 წლის განმავლობაში, რეალურად დაანგრეულია. და ოცნება ცდილობს დააკომპენსიროს და ამას კიდევ უფრო ეცდება სხვა ქვეყნებით, ჩინეთთან ურთიერთობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობით და რა თქმა უნდა რუსეთით. ამიტომ მე ვთქვი, რომ ესე ვთქვათ, როგორც ევროკავშირის სამოქმედო არეალი არის საკმაოდ შეზღუდული, ასევე ოცნების არეალის შეზღუდულია. ჩემი აზრით, არაფორმალურად იმის გარეშე, რომ მოხდეს თქვათ ფორმალური აღიარება, ურთიერთობები გაგრძელდება, იმიტომ რომ ევროკავშირის და ასევე საქართველოს ინტერესებშია ის, რომ გამოსავალი მოიძებნოს, თუ არ დაელაპარაკებიან ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ანუ იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ დღეს ქვეყანაში, ძალიან რთული იქნება რეალურად გამოსავლის ძებნა. ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვიტეს, რომ რეალურად ხელი ჩაიქნიეს საქართველოზე. ამიტომ მე მგონი ჯერ აქ არ ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეთ. თუმცა ეს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაც თავისთავად მნიშვნელოვანია ასევე ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად წნეხს ქმნის ევროკავშირზეც, რომ მათაც ადეკვატურად უნდა რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც ხდება ქვეყანაში და რაღაცნაირად ერთის მხრივ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ ძალებს, იმ ხალხს, ვინც იცავს ქვეყანაში დემოკრატიას და ევროპულ მომავალს და ასევე გზები შეინარჩუნონ აი ამ პარტიასთან, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ რაღაცნაირად იპოვონ გამოსავალი. სიტუაცია ნამდვილად რთულია, არის არაორდინალური, როგორც გითხარით, გაწერილი არაფერი არ არის, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია, რას გადაწყვეტენ ცალკეული პირები. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგადად დასავლეთის ხის წესრიგი არის აუცილებლად გადატვირთული და ეს რაც მოხდა რეალურად საქართველოში, ასე უცებაც არ მომხდარა, ხო, რამდენიმე წლის განმავლობაში უკვე მაქითკენ მივდივართ და რეაგირება რომ ყოფილიყო ადეკვატური უფრო ადრე, შეიძლება აქამდე არც მივსულიყავით. ამიტომ ესეც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ ყურადღება სხვა დოსიებზე არის გადატანილი და იყო და ეხლა ხდება, ასე ვთქვათ, წარსული დანაკარგის ყოველ შემთხვევაში არის მცდელობა მის რაღაცნაირად აღმოფხვრას.